ამ თემაზე არაერთხელ მილაპარაკია, მაგრამ კიდევ ერთხელ და ალბათ კიდევ ბევრჯერ მომიწევს. ზეგ დღეს 24-ია, 26-ში ეგრეთ წოდებულ აფხაზებს და ეგრეთ წოდებულ რუსებს, ანუ ჩვენს ოკუპირებულ მოსახლეობას და ამ ოკუპირებული მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კოლაბორაციაშია მტერთან, აქვს აღსანიშნავი დღე, 26 აგვისტო არის ის დღე, როდესაც პუკლერმა ეგრეთ წოდებული აღიარება გამოუცხო ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს. და როდესაც ჩვენ ვებრძვით რუსულ პროპაგანდას ამ თემის ირგვლივ, არ უნდა ვებრძოლოთ ისე, რომ ერთი რაღაცა ვითომ გავაკეთოთ და მეორე რაღაცა ამ დროს გავაფუჭოთ. ხელოსნები რომ მუშაობენ ხოლმე, რომ რაღაცას პატარას აკეთებენ და ბევრს უცებ იმ პატარას გარშემო აფუჭებენ. არის ასეთი გვერდი ჩვენი ერთმორწმუნე ძმები, რომელიც დაკავებულია რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში. მაგრამ ძალიან ხშირად მოსდის ძალიან სერიოზული შეცდომები. აი ახლა ერთ-ერთ შეცდომაზე ვილაპარაკებ და ამ შეცდომას კავშირი აქვს 26 აგვისტოსთან და პუტინის აღიარებასთან. თვითონ ერთმორწმუნეს პოსტი არ არის ეს არის გვერდი იდეა ბოლო დროს პოპულარული გახდა ეს იდეა ბევრი აშეარებს იდეას უდევს და მე ჩვენი ერთმორწმუნე ძმებს გადაზიარებული აქვს მე ჩვენი ერთმორწმუნე ძმები მაქვს დაფოლოვებული იდეა არ მაქვს დაფოლოვებული და აქედან ამომივარდა მეც ეს პოსტი. ახლა დავიწყოთ თავიდან, სანამ ამ ვიდეოს მოგასვენინებთ, რომელიც 2 წუთიანია. თავი და ბოლო უნდა დაგანახოთ. სანამ რუსეთი ოფიციალურად მთელი მსოფლიოსთვის გახდებოდა კი არა, სანამ მსოფლიო ცნობდა მას ოკუპანტად 2008 წლამდე. რუსეთი აწარმოებდა ჩვენთან ომზე შემდეგ ტყუილებს, რომ თითქოს თბილის, სოხუმთან და ცხინვალთან ქონდა კონფლიქტები, დაძაბულობა ეგრეთ წოდებულ ეროვნულ უმცირესობებთან და ამ ეროვნულ უმცირესობებს უნდოდათ სეპარატიზმი და ამიტომ თბილისი მათ დაესია, დახოცა, რომ თითქოს სეპარატიზმი აღმოეფრხვა, მაგრამ არ გამოუვიდა. აი ეს იყო რუსული ნარატივი და ამ ნარატივს ძალიან კარგად აჯდა ზემოდან შევარნაძე და შევარნაძე მთელ მსოფლიოს თავს უქნებდა, როდესაც რუსეთი ამ ტყუილს ამბობდა. შევარნაძე ეთანხმებოდა, რომ კი მე ვიღაც აფხაზებთან და ვიღაც ოსებთან მქონდა კონფლიქტი და რუსეთი იყო მშვიდობის მყოფელი. და ნუ მთელი მსოფლიო ამას ჭამდა, იმიტომ რომ აჭმევდა კრემლი და შევარნაძე ერთდროულად. 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის აბსოლუტურად ბრწყინვალე 5 დღიან გამარჯვებულ ომმა და მერე ასევე ბრწყინვალე პოლიტიკამ და დღეს რომ ძალიან ცუდად მუშაობს იმან დიპლომატიამ მიაღწია იმას, რომ რადგან რუსეთმა ესენი აღიარა, სოფლიომ რუსეთი აღიარა ოკუპანტად და აგრესორად. და ამ დროს რუსეთს მოუწია ახალი ტყუილების და ზღაპრების მოგონება. ოფიციალურად ჩვენ 2008-ში თუ 2009-ში ზუსტად არ მახსოვს როდის მივიღეთ ოკუპაციის კანონი. ეგრევე მივიღეთ ძალიან მალე ოკუპაციის კანონი, მაგრამ თვითონ მსოფლიომ ის რომ ჩვენ ოკუპირებულები ვართ დაადასტურა 2011 წელს, როდესაც ევროკავშირმა უკვე მიიღო რეზოლუციები და რეზოლუციებში რუსეთი უკვე ოფიციალურად იყო მოხსენიებული როგორც აგრესორი და ოკუპანტი.
2011 წლიდან ოფიციალურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით რუსეთი ცნობილია და აღიარებულია როგორც აგრესორი და ჩვენი მიწების ოკუპანტი. შემდეგ 2012 წელს ყველამ ვიცით რაც დაგვემართა, რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოში. 2008 წელს რუსეთმა წააგო ომი, მაგრამ 2012 წელს რუსეთმა მოიგო არჩევნები საქართველოში. და არჩევნებით დაგვასვა თავს იმაზე უარესი რაღაცა საშინელება, ვიდრე იყო შევარდნაძე. პირველი რაზეც ქართულმა ოცნებამ დაიწყო მუშაობა, ეს იყო ის, რომ ყველანაირად საინფორმაციო ველს ამზადებდა იმისთვის, რომ გაეუქმებინა ოკუპაციის კანონი. მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა და დღემდე არ გამოსდის და დღემდე ეს ამას ვერ ბედავს. შეიძლება ხვალ გაბედოს, მაგრამ დღემდე ყოველ შემთხვევაში დღეს 24 აგვისტოა 26 წლის და ჯერ ვერ გაუბედია. მაგრამ სიტყვა ოკუპანტს როგორც ასეთი არსად არ ხმარობს. და ჩვენ რო ვხმარობთ, აქით ამაზე კიდე გვაჯარიმებს და ციხეში გვსვამს. პაატა ზაქარეიშვილი მუშაობდა, როდესაც მინისტრი იყო ქოცების მოსვლის დღიდან იმაზე, რომ ეს კანონი გაეუქმებინათ, მაგრამ არ გამოუვიდა ზაქარეიშვილს და ზაქარეიშვილს დღემდე ვიღაცეები კიდე არ ცნობენ როგორც მოღალატეს. და კიდე რაღაცა ეთერებში ეპატიჟებიან და კიდე ელაპარაკებიან ადამიანს, რომელიც იმისთვის დაინიშნა რაღაც ის მინისტრად, რომ გაეუქმებინა ოკუპაციის კანონი. 14-დან უკვე 14-დან თვითონ შიგნით ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც დაიწყო ისეთი ნარატივები, რომელიც რა თქმა უნდა კრემლში იყო დაწერილი და კრემლიდან იყო გადმოგზავნილი, რომ აი მაქსიმალურად ამ ოკუპირებული ტერიტორიების პოლიტიკოსებმა და რუსულ რეჟიმებმა თავის თავზე აიღონ ყველა ის ბრალდება, რომელიც მსოფლიოდან მოდის. და მაქსიმალურად ილაპარაკონ, რომ ჩვენ გვინდოდა ომი, ჩვენ ვემზადებოდით ომისთვის, ჩვენ ვაკეთებდით ამას. შამბა რო გამოდის ბოლო წლები და ძალიან გააქტიურდა ეს 22 წლის მერე, როდესაც უკრაინაში დაიწყო ფართომასშტაბიანი, იმის მერე აი ძალიან გაათმაგებულია ეს პროპაგანდა. თუ მანამდე აი ასეთი ნარატივები მოდიოდა და ეს ტყუილები მოდიოდა სოხუმიდან, რომ ჩვენ კი არაფერს არ ვაპირებდით, საერთოდ აზრზე არ ვიყავით და საერთოდ არაფერი და მე შემოვარდა შევარდნაძე და შემოვარდა კიტოვანი და ჩვენ უძლებული ვიყავით, რომ თავი დაგვეცა ამ ხეცებისგან, რომლებიც ჩვენ გენოციდს გვიტარებდნენ. ხო და მე ჩვენ ისე კარგად დავიცვით თავი, რომ ესენი აქედან გავყარეთ, გავაგდეთ და აი ასეთი იყო ყველაფერი. არავინ არ ლაპარაკობდა იმაზე, რომ წინასწარ რაღაცისთვის ემზადებოდნენ, რომ სეპარატისტები იყვნენ, რომ უნდოდათ განთავისუფლება. ანუ აი ასეთი საუბრები მაქსიმალურად დახშობილი იყო. და რამე ძველი ვიდეოებიც კი, რომელიც ახლა ამოტივტივდა ბოლო დროს და ახლა ტრიალებს საინფორმაციო სივრცეში, სადაც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რუსკი მირის, მაშინაც კი ამბობდნენ ამ სიტყვას თუ ფრაზას რუსკი მիր, ჩვენ რუსკი მირის ნაწილი ვართ და ჩვენ არ გვინდა დამოუკიდებელი საქართველო, აფხაზეთი უნდა დარჩეს საბჭოთა კავშირის და რუსეთის შემადგენლობაში, არის ასეთი ჩანაწერებიც. მაგრამ 2008-მდე ეს ყველაფერი მიჩქმალული იყო. და თვითონ სოხუმში საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ ომი მოგვიწია, იმიტომ რომ შევარდნაძე დაგვესხა თავს. ნუ აქ შევარდნაძე ამბობდა, რომ მე მომიწია მათ თავს დასხმოდი, იმიტომ რომ ისინი სეპარატისტები იყვნენ. რეალურად შევარდნაძემ შეასრულა რუსული დავალება. და უცებ ეს ყველაფერი ამოტრიალდა, იმიტომ რომ რუსეთი რომ მიხვდა, რომ მთელი მსოფლიომ გამოიღვიძა, ანუ მიშამ გააღვიძა მსოფლიომ. და მიშამ აალაპარაკა მთელი მსოფლიო იმაზე, რომ არანაირი აფხაზები და არანაირი ოსები არაფერ შუაში არ არიან. რეალურად რუსეთი ესხმის თავს საქართველოს და ახლა რაღაცნაირად რუსეთმა და ამ თავის გოშიებმა და ვითომ პოლიტიკოსებმა ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახლა მაქსიმალურად უნდა დაეხმარონ რუსეთს, რომ რუსეთიდან ეს
ტერორისტის და აგრესორის ამპლუა და სტატუსი მოიხსნას. და მაქსიმალურად თავის თავზე იყრიან ნაცარს. ჩვენ ვემზადებოდით, იარაღს ვაგროვებდით, იმას ვაკეთებდით, ამას ვაკეთებდით, ყველანაირად, აი ჩვენ უნდა გვექნა. რაც სრული აი ახლა როგორი სიტყვა გამოვიყენო. მოკლედ რაც ტყუილია, პროპაგანდისტული ტყუილია, მარტივად ვიტყვი. პროპაგანდისტული ტყუილია და იმისთვის არის საჭირო, რომ რუსეთისგან მოიხსნას როგორც მთავარი მოქმედის სტატუსი. და ჩვენც აქედან Facebook სივრცეში ძალიან აყოლილია საზოგადოება ამ ნარატივს, რომ აი ნახეთ, ისინი ემზადებოდნენ, თურმე ისინი ემზადებოდნენ და ის ადამიანებიც კი, რომლებიც თავის თავს ეძახიან რუსულ პროპაგანდასთან მებრძოლებს, აი ამ რაღაც აჯაფსანდალში იხარშებიან. აი იმ აჯაფსანდალში, რომელსაც ქვია რუსეთს მოუხსნათ მთავარი პასუხისგებლობა. და დავაბრალოთ იმებს, რომ აი ვიღაც აფსუები რაღაცისთვის ემზადებოდნენ. სეპარატისტები იყვნენ. და ამაშია ეს იდეა გვერდით და ჩვენი ძმებიც, ჩვენი ერთმორწმუნე ძმებიც და ბევრ გვერდს აქ მე გადაშეარებული და ნუ მოკლედ. ეს არის რუსეთისთვის ხელის გაწუდენა. როდესაც შენ ვითომ გჯერა რომ მართლა იქ ისინი ის რაღაცა პატარა ბაინდა თუ შაიკა და რაღაცა 100 თუ 200 ადამიანი იმის გამკეთებლები იყვნენ რომ ომს დაიწყებდნენ რუსეთის გარეშე აი ამის რომ ვითომ გჯერა და ამას აზიარებ ნუ ცოტა არ ახარ საერთოდ ჭკვიანი. აი საერთოდ არ ახარ ჭკვიანი. და რა თქმა უნდა, იგივეა რომ უკრაინაში კიევმა დაიწყოს ლაპარაკი იმაზე, რომ აი რუსებს რომაც არ დაეწყოთ ჩვენი აპალჩენცები, უკრაინაში ხო ვითომ აპალჩენცებით დაიწყო რუსეთმა ომი. ანუ აპალჩენცები აუჯანყდნენ კიევს და რუსეთი იქ არაფერ შუაშია, მერე როდესღაც დაიწყო რუსეთმა მათი მოხმარება. და აი ამ დებილობას ახლა კიევი რო იყოს აყოლილი, წარმოიდგინეთ. ასე არიან ჩვენთან თბილისში პროპაგანდასთან მებრძოლი მრავალ ათას გამომწერიანი გვერდები, აი ამას აყოლილი. რომ რამენაირად მოხსნან რუსეთს პასუხისგებლობა და რამენაირად გადავფიჩინდეთ ამ რაღაცა ზღაპრულ აფსუებზე. 22 წელს როცა რუსეთმა 22 წელს იყო, მე მგონი 20 ანუ ფართომასშტაბიანის მერე აღიარა LNR DNR თუ არ ვცდები, ერთი წამი დავგუგლავ ახლა ზუსტად, როდის აღიარა ესენი. კი 22 წლის 21 თებერვალს, ანუ 3 დღით ადრე ვიდრე ფართომასშტაბიანს დაიწყებდა. მაშინ ძალიან გამიხარდა, რომ რუსეთმა ეს LNR-ები და DNR-ები აღიარა და ვისაც მაშინ ვეკონტაქტებოდი და დავცინოდი, ანუ პერიოდულად სხვადასხვა ვიღაცებთან მაქვს მიმოწერა, სოხუმიდან მწერენ და მე მათ დავცინი. ამ პირად მიმოწერაში და ვცდილობ, რომ თვალი ავუხილო, მაგრამ თვალის ახლა ისინი მოგზავნილები არიან. თუმცა ბჭყალებს რატო ვაკეთებ? მოგზავნილები არიან. ვიღაცების დავალებით მწერენ. ხო და ამ ვიღაცების დავალებით როცა მწერენ, შეუძლებელია რომ ადამიანს თვალი აუხილოს სიმართლეზე. იმიტომ რომ მოგზავნილია და თავისი საქმე აქვს და ის არასდროს არ აღიარებს რომ შენ მართალი ხარ. ეს გამომდის მხოლოდ მაშინ, როდესაც იქ ჩასული ვარ და პირისპირ ახლა ვიღაცებს ველაპარაკები, რომლებიც შემთხვევით ქუჩაში გავიცანი ან რაღაცა.
მაშინ მეორე და მესამე სიტყვაზე უკვე ნებისმიერი კამათი მოგებული მაგ და ნებისმიერი კამათი იმით მთავრდება რომ კი მე მართალი ვარ და ამას მიდასტურებენ. და აი ესე როცა იქიდან გწერენ ამას არასდროს არ დაგიდასტურებენ, იმიტომ რომ დავალება აქვთ ასეთი. ხო და ვინც იმ მომენტში მე კონტაქტებოდა ასეთი დავალებული. იმას დავცინე და მეთქი აუ ძალიან მაგარია რომ ესე და ესე მეთქი აი ხო ხედავ ახლა შენ თვითონ როგორი დიდი აბსურდია ამ ელენერების და დნრების რუსეთის მიერ აღიარება რომ სოფლიო არასოდეს ამას მხარს არ დაუჭერს და რაღაცა სოკოებივი და კვერცხებივით რუსეთის მიერ გამოჩეკილ რესპუბლიკებს კიდე ორი ცალი მიემატა. მანამდე ხო იყავით თქვენ ცხინვალი და დნესტრისპირეთი, ახლა კიდე ორი დაგემატათ მეთქი და იქიდან უცებ რას ქვია, ჩვენთან ეს რა შუაშია, ჩვენ სულ სხვა ვართ. ანუ სოხუმი აწვებოდა იმას, რომ ჩვენ ყველასგან განსხვავდებითო. ცხინვალისგანაცო, ელენერ, დნრ, დნესტრისპირეთი, იმათ ყველას რუსეთი ეხმარებოდა კიო, რომ კიო, იქო ყველგან რუსეთმა დაიწყო. და ჩვენთან არაო, ჩვენთან რას ქვია, რუსეთი რა შუაშიაო, ჩვენთან ჩვენ თვითონო. თან ეს ტიპი იყო ჩერქეზი, ანუ აბსუაც არ არის და იქაური ანუ მამამისი იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ. და მე ანუ ამ ჩრდილო კავკასიელებს რუსეთი ხო დაპირდა რომ საქართველოს სახლებს დაგირიგებთო, არავის ხარ დაურიგა და ყველა ხო გადააგდო. ხო და მამამისი გადააგდეს არ მისცეს არაფერი სახლი და იმ თავის სადღაც იქ რუსეთში სადღაც ცხოვრობს, რომელიღაც ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკაში და თავისი შვილი ერთი სოხუმში ყავს და ორი თბილისშია. ხო და სამივე ზიან ევროპულ ენჯოების ფულებზე. აი იმ დებილი ენჯოების, რომლებიც აფინანსებენ ჩერქეზეთის ვითომ აღდგენას, აი სადაც მერაბ ჩუხუაც ამ ამბებშია და ამ ენჯოებშია. და ანუ წარმოიდგინეთ ადამიანი ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა გენოციდს გვიტარებდა და მისი შვილები დღეს ევროპული ენჯოებიდან ფინანსდებიან ის ორი ცალი რომელიც თბილისში იყო აქ ფინანსდებოდა ის ერთი ცალი რომელიც სოხუმში იყო იმასაც ენჯოები ქონდა და აქიდან იგზავნებოდა მისთვისაც ფული ანუ ევროპული ენჯოები ასე მუშაობენ თბილისში მოდის ფული და თბილისში მე ანაწილებს რაღაცას ცხინვალში რაღაცას სოხუმში ეს ყველაფერი იყო ოღონდ 22 წლამდე სადღაც და მე მგონი შეწყდა ეს ფინანსირებებიც და აი ახლა უკვე ენჯოების დაფინანსება რომ მოსპო საერთოდ იმ ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონმა ხო ყველაფერი დაიხურა და არაო რას ქვიაო ესო ჩვენ არ გვეხებაო ელენერი და დნრი ეს სულ სხვა თემა არისო და ჩვენ უნიკალურები ვართო და ქვია კიდე ანუ კაი ვერ გავიხსენებ ახლა იმ სიტყვას ანუ ბუნებრივად წარმოშობილი რესპუბლიკა და ავტენტური და ბუნებრივად წარმოშობილი რესპუბლიკა ვართო იმიტომ რომ ჩვენთან რუსეთი არაფერ შორში არ არისო ჩვენ თვითონ ვიბრძოდითო ჩვენ თვითონო აი ამ ჩვენ თვითონს ვიბრძოდით აწვევიან 2011-დან დაიწყეს რაღაცების მოგონება და მოფიქრება, მაშინ როცა რუსეთი ოფიციალურად გახდა ოკუპანტი და 2014-ში უკვე როცა ქოცები უკვე ძალიან მოძლიერებულები იყვნენ, მიშაც აღარ იყო საქართველოში, აი მე სულ შეუბერეს და აი დღემდე უბერავენ. და ახლა მოგასმენინებთ იმ ვიდეოს რომლის მოსასმენადაც ვიღებ ამ ვიდეო, ახლა რასაც ვიღებ და ამდენი რისთვისაც ვილაპარაკე. აფხაზეთში 1992 წლის გაზაფხულს ჩამოვედით შემინებით. ეს არის ვიღაცა რუსი, ვინც იბრძოდა ჩვენთან ოკუპირებისთვის, საქართველოს ოკუპირებისთვის და ყვება ვითომ თავის ისტორიას. მეიდან იმ დროს ვფიქრობდი, რომ პატარა აფხაზიერის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ წმინდა საქმე იყო. სამწუხაროდ მე შევწდი.
აუცილებლად მომზადებული რუსია. იმიტომ რომ რუსები მოხალისეები არ ყოფილან. რუსები იყვნენ ჯარის ნაწილი, ოფიციალური ჯარის ნაწილი. მოხალისეებს თავს ეძახდნენ ჩრდილოკავკასიელები და დნესტრისპირელები, რომლებიც ჩამოათრია რუსეთმა, იმისთვის რომ იქ ვიღაც ვითომ აფხაზებს დახმარებოდნენ და რუსული ჯარები იყვნენ ოფიციალური ჯარები. რუსული მოხალისეები იქ არ იყვნენ. და ეს ახაყვება რომ ვითომ მოხალისე იყო და თავისი სინდისით და გულით ჩავიდა აფხაზეთში, რომ წმინდა მისიისთვის დახმარებოდა პატარა ერს. ამის დესანტში სოხუმის გაზაფხულს ჩამოვედით შემინებით, ვინაიდან იმ დროს ვფიქრობდი, რომ პატარა აფხაზიერის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ წმინდა საქმე იყო. სამწუხაროდ მე შევწდი. მე მივიღე უშუალო მონაწილეობა ტამიშის დესანტში, სოხუმზე შეტევაში, შრომა-კამანის აღებაში. ხშირად და პირდაპირ ურთიერთობდი აფხაზეთის თავდაცვის მინისტრ სულთან სოსნალიევთან, ასევე გენერალური შტაბის უფროს სერგეი დბართან. ბრიგადის შტაბის უფროს საკან ნანბასთან და ჩემს უშუალო მეთაურთან, ამჟამად აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიტალი სამოევთან. უშუალოდ ჩვენს გვერდით ძირითადად ომობდნენ რუსები, კაზაკები, ჩეჩნები, ხაბარდოელები და სომხები. აფხაზები ცოტანი იყვნენ, დაახლოებით 20-30%. აი ეს მართალია, რომ აფხაზები ცოტანი იყვნენ. მეც ყოველთვის ამას ვამბობ, რომ ძალიან ცოტანი იყვნენ. ახლა ესენი აფხაზებს ეძახიან ყველას, ვინც იყო ადგილობრივი მოსახლეობა და ვინც იკოლაბორანტა იქ აფსუებიც იყვნენ და უმეტესობა იმ ნაწილიდან, რომელსაც ეს ეძახის აფხაზებს და რომელსაც ამბობს, რომ ძალიან ცოტანი იყვნენო, აი მაგ ძალიან ცოტანიდან 80% იყო ქართული მეგრული გვარები და აბსური იყო 20. ძალიან არ მომეწონა, როდესაც კამაში პირდაპირ ეკლესიის შიგნით დახვრიტეს ქართული მოდელი, მხოლოდ იმის გამო, რომ მისგან ითხოვდნენ ეთქვა, რომ ეს აფხაზური მიწაა. მღვდელი კი პასუხობდა, რომ ეს უფლის მიწაა. იქვე ჩამოახვჩეს მეორე მღვდელი და დახვრიტეს რამდენიმე მონაზონი. ძალიან არ მსიამოვნებდა იმის ნახვა, თუ როგორ აგდებდნენ ქართველებს ჭებში. გულწრფელად გეტყვით, ერთხელ ცადე შევწინააღმდეგებოდი კიდეც და კინაღამ სიცოცხლეს გამომასალმეს. მე შევესწარი აშკარა პირად ანგარიშსწორებებსაც. მაგალითად ვნახე, როგორ დახვრიტა აფხაზმა 70 წლის ქართველი მასწავლებელი იმის გამო, რომ ის ოდესღაც ქართულის სწავლას აძალებდა. როდესაც სოხუმის ახალ რაიონში შევედით, იქ 40-მდე ქართველი ახალგაზრდა ვნახეთ. ალბათ 18-20 წლისები იქნებოდნენ. ერთი დღის შემდეგ, როდესაც დაუბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ისინი დახვრეტილები იყვნენ. რამდენიმე მეომარი ამბობდა, რომ ისინი გაუპატიურეს კიდეც. როდესაც სანატორიუმის შენობას ვიღებდით, ჩემი თვალით ვხედავდი, თუ როგორ აგდებდნენ ქართველ ქალებსა და მოხუცებს ფანჯრებიდან. გადმოაგდეს ასევე სოხუმის ტელევიზიის დირექტორი ქალბატონი. ის 3 დღე ეგდო ამ შენობის კიბეებთან, ბოლოს კი ჭაში ჩააგდეს. 5-6 თვე იქიდან არც ამოუსვენიათ. ქალაქის აღების შემდეგ მახსოვს, თუ როგორ მოხავდათ გუდაუთის რუსულ ბაზაზე 15 წლის გაშიშვლებული ქართველი გოგოები და ცდილობდნენ მათ გაცვლას სათვავში. დღევანდელი გადმოსახედიდან მე ძალიან ვნარობ, რომ მივიღე მონაწილეობა ამ ომში. იცოდით, რუს ყველაზე სასტიკდა ღორ არსებას დედამიწაზე, რომ ვითომ ვიღაცის სისასტიკეები უკვირდა. და აი ახლა რო ტივდება ეს სადღაციდან გამოთხრილი ვიდეოები. ამ ვიდეოებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რომ გადაიტანოს პასუხისმგებლობა რუსეთიდან ვიღაცეებზე. აფხაზეთის, ანუ საქართველოს საკუთარ მოსახლეობაზე. ადგილობრივ მოსახლეობაზე. თურმე ადგილობრივი კოლაბორანტები, რომლებშიც 80% მეგრული ქართული გვარებია, თუ მაინც და მაინც გვინდათ რომ აფსუებზე გავმწარდეთ, ძალიან ცოტანი იყვნენ იმ შემადგენლობაში. და ბევრი ყველაზე ასე ვთქვათ, მათთვის მამაცი და გეროი ვაინი სულ ყავთ ჩვენი გვარების ხალხი. სოხუმში არის ეგრეთ წოდებული ალეგიროევ. და რო ჩამოივლი ასე და რო დახედავი ქვებს რა გვარები აწერია, რამოდენიმე სიჭინავაც არის დედაჩემის გვარი.
ძალიან ბევრი ქართული გვარია. თუ ესენი არიან გეროი ვაინი. ხო და აი ახლა ამ ხალხს რაც არ უნდა საშინელებები ეკეთათ იქ ეკეთებინათ. ვერასდროს ვერავინ ვერ იქნებოდა რუსზე უარესი. ეს აბსოლუტურად გამორიცხული. ჩვენ ვიცით რა არის რუსი. სოფლიომაც იცის რა არის რუსი. ყველა მიცის რა არის რუსი. და ვერასოდეს ვერავინ ჩემი ყოფილი მეზობლებიდან ვერ იქნება იმაზე საშინელი სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე მუდმივად მთელი ისტორიის განმავლობაში იყო რუსი. და როდესაც აი ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ, რისი მიღწევა უნდათ ამ გვერდებს ამით მე საბოლოო მიზანი არ მესმის. რა უნდა დავინახოთ, რომ ვაიმე რუსიც კი შოქშია იმისგან, რომ იქ აფხაზეთში ადგილობრივი მოსახლეობა რა საშინელებებს აკეთებდა. ვის უნდა დააჯერო ეს? რომ რუსზე მეტი საზიზღარი ვინმე იყო. რუსზე მეტი საზიზღარი ეგრეთ წოდებული ბაგრამიანის რა ვიცი ატრიად როგორ არის. და კიდე ჩეჩნები იყვნენ ძალიან სასტიკები და ძალიან ბინძურად არასდროს არ დადებულ სიტყვას არ მიყვებოდნენ, რაღაცაში მოგელაპარაკებოდნენ, მერე გადაგაგდებდნენ, აი ეს რაღაცებს აკეთებდნენ. აფხაზები და ქართველები ერთმანეთში რაღაცაზე მოილაპარაკებდნენ, რომ ტყვეები გაეცვალათ ან რაღაცა და უცებ სადღაციდან ამოხტებოდნენ ჩეჩნები და ამას ჩაშლიდნენ, ყველას ესროდნენ, არევდნენ სიტუაციას, ასეთი ბევრი ისტორია. მაგრამ არასოდეს ამათზე სასტიკად და რუსზე სასტიკად არსად არ მოქცეულა აფხაზეთის მოსახლეობა. ყველა ვინც იკოლაბორანტა რუსეთმა, იკოლაბორანტა, მაგრამ არავის არ ჩაუდენია ისეთი საზიზღრობები, რომ აი ახლა რუსი დაჯდეს და ამაზე ისეთი შოქში იყოს და მოყვეს და შეძრწუნებული იყოს, რომ ვაიმე ეს რა დაინახა თურმე აფხაზები რა ყოფილან და როგორ ნანობს რუსი რომ მათთან იომა. ეს არის რუსული პროპაგანდის დახმარება, რუსულ ნარატივზე აყოლა და იმაზე მუშაობა, რომ რამენაირად მთავარი პასუხისმგებლობა რუსეთიდან გადავიდეს ვიღაცეებზე. და ამ ვიღაცეებზე პასუხისმგებლობის გადატანით საბოლოოდ მერე ჩვენ გავაუქმოთ ოკუპაციის კანონი და რუსეთს მოეხსნას ოკუპანტის სტატუსი. ნუ ავყვებით ასეთ ვიდეოებს, ნუ ავყვებით ასეთ პოსტებს, ასეთ ტექსტებს, ასეთ ისტორიებს. რაც არ უნდა გაეკეთებინათ ჩვენ მოსახლეობას, რომელმაც იკოლაბორანტა რუსეთთან, ყველა შემთხვევაში მეორე, მესამე და მეათე ხარისხოვანია კოლაბორაცია მტერთან. პირველ ხარისხოვანი ყოველთვის თვითონ მტერია. და ეყოლებოდა თუ არ ეყოლებოდა სოხუმში ან თბილისში რუსეთს კოლაბორანტი, რუსეთი თავის ომს მაინც აწარმოებდა. მაინც დაიწყებდა და მაინც იზამდა. კოლაბორაციამ გაუადვილა, მაგრამ კოლაბორაციის გარეშეც საერთოდ ვერავინ რო ვერ ეპოვა ისეთი ვინსაც დაითანხმებდა, მაინც ამას იზამდა. ამის დასტურია ყველა ის ქვეყანა, სადაც რუსეთმა იომა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. და ყველაზე დიდი დასტური ამის უკრაინა, რომელმაც ძალიან დიდი ხანი გაძლო ისე, რომ ყველანაირად იმეგობრა შეეზილა რუსეთს, მაგრამ არ უშველა ამან. მაინც მოუწია ომი და მოუწია ძალიან სასტიკი და გრძელვადიანი ომი. რაც უფრო მეტად შეეზილები რუსეთს, მით უფრო მეტად გიწევს მერე მსხვერპლის გაღება, რომ უკან რამენაირად შენი თავი იქიდან გამოკაჩო.
ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველანაირ ინფორმაციასთან და ძალიან კრიტიკულად უნდა შევხედოთ, როდესაც ასეთ რაღაცეებს გვიყვება ვიღაცა. აი ამ მონაყოლში ხომარდებს ის, რომ რუსეთიდან ბრალდება გადავიდეს სხვაზე. როგორც კი ამას იგრძნობთ, შეამჩნევთ, ეგრევე ასეთი ინფორმაცია მოიშორეთ და თუ Facebook-ებზე ხედავთ, კიდე დააკომენტარეთ. მე დავუკომენტარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთმორწმუნე, მაგრამ არაფერი არ უპასუხია, პასუხი არ გამცა. ძალიან დიდი ყურადღება გვიწევს და ყველაფერზე ძალიან გამახვილებული ვართ. ეს ყველაფერი შესაძლოა ძალიან დამულელი იყოს და ძალიან ნერვების მომშლელი იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი ომი. ომი რუსეთთან ასეთია. და ეს ომი ჩვენ უნდა მოვიგოთ. და მოვიგებთ კიდევაც. საქართველოს იქნება დაოკუპირებული, კოლაბორანტები დაისჯებიან, ვინც ჯერ კიდე ცოცხალია, უმეტესობა მოკლეს ჩვენებმა მიშას დროს გაუმარჯოს გმირებს. და ვინც ცოცხალია, ყველა დაისჯება, თუ გაქცევას ვერ მოასწრებს რუსეთში, თუ გაიქცევა, იქაც დავეწევით და იქაც დავსჯით. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კოლაბორაცია მე-5, მე-10 და მე-15 ხარისხოვანია. მთავარი მტერი და მთავარი ჩვენი მიზანი და მთავარი რაც გვაგასანადგურებელი ინფორმაციულადაც და ფიზიკურად ჩვენს ტერიტორიაზე არის რუსეთი. მომავალ შეხვედრამდე.